ერთი კარგი ვლოგი აუცილებლად უნდა მიუძღვნა დღევანდელ დღეს. დღეს 8 ივნის ფერიის საჯარო სკოლაში დიდი ფუსფუსი იყო. ჩვენი ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის დღე. ამისათვის მოსწავლეები ემზადებოდნენ, სხვადასხვა მოწყობილობებს ტესტავდნენ, მაგალითად ამ კადრებში ხედავთ, როგორ გავუშვით დრონი და შევამოწმეთ, მზად იყო თუ არა მისი აკუმულატორი, რომ უკვე სტუმრების მოსვლისას და ლაბორატორიის გახსნისას პრობლემები არ ყოფილიყო. დღეს ჩვენ სკოლაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დაგეგმილი. პირველი STEM კლუბის ლაბორატორიის გახსნა, მეორე კი რეგიონალური კონფერენციის ორგანიზება. ლაბორატორიის ოფიციალური გახსნისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები. ვინც რაზე მუშაობდა, განსაკუთრებულად სწორედ მასზე საუბრობდა. ამ საკლასო ოთახში პროექტების პრეზენტაციებს აკეთებდნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, მე-5 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით. და აი ჩვენი ძვირფასი სტუმრებიც მოვიდნენ. ხატია ცირამუა, რომელიც კურირებდა მსოფლიო ბანკის ამ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეირჩა 12 სკოლა მთელ საქართველოში და გადმოგვეცა ასეთი ინვენტარი და რესურსები. ლაბორატორიის წითელი ლენტი ერთად გაჭრეს ხელაჩაურის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა დიდმანიძემ და ჩვენი სკოლის დირექტორმა ლეილა დუმბაძემ. დრონის კადრებში სამწუხაროდ ხმა არ ისმის, მხოლოდ ასეთი კადრები გვაქვს. ჩვენი დირექტორი ძალიან ბედნიერია, უხარია ჩვენი ლაბორატორიის გახსნა, ისევე როგორც სტუმრებსა და მოსწავლეებს. ახლა უკვე ჩვენი ზედაკამერის კადრებს შემოგთავაზებთ და მოგიყვებით რა მოხდა შემდეგ. პირველ რიგში სტუმრებმა გადმოინაცვლეს იმ მაგიდასთან, რომელზეც ჩვენი ქალაქის მოდელია წარმოდგენილი. მოსწავლეებმა კი ისაუბრეს ამ ქალაქის თითოეულ ნაწილზე, ვინც რა აწყო სწორედ იმის შესახებ. ახლა კი მათ ბუნებრივ ხმასაც მოგასმენინებთ, ჩვენი კამერა საკმაოდ ზუსტად იწერს ხმას. რომელიც სერვერ ბრაუზერით მაგერებული ულტრასონიკის ნაშენია, ულტრასონიკი ადეკვატს მისწირდება ობიექტებს და აღრიცხავს ამ ობიექტებზე მანძილს. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვაკვრიტებით სერიალ მონიტორზე. ასევე ესეთ სისტემები გამოიყენება სხვადასხვა სისტემებისთვის, მაგალითად სახელმწიფო თავდაცვის სისტემისთვის და გასაიდუმლოებული ობიექტის დასაცავად. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შარშანას დავდივდით კლუბის შეხვედრებზე. და ჩვენ თბილისში შევიტანეთ სკოლის მობილური აპლიკაციის შექმნაში, Arduino ტუტორიალის შექმნაში. სხვათა შორის ჩვენი მობილური აპლიკაციის ლინკები დევს YouTube არხზე და შეგიძლიათ გადმოწეროთ და გამოიყენოთ. რომელიც გულისხმობს სარეცხის სიმშრალის შენარჩუნებას სრიან ამბში. ეს მუშაობს Arduino-ის მეშვეობით, ხოლო თვითონ Arduino დაკავშირებულია სერვერთან და ტელიანების სენსორს. ტელიანური სისტემა უზრუნველყოფს წვიმის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემას, ხოლო შემდეგ სერვერზავი 90 გრადუსიანი კომპიუტერების შემთხვევაში შემოიტანს სარეცხს გადახურულ სივრცეში და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს მოწყობილობა განსაკუთრებით გამოსადეგარი იქნება აჭარის მოსწავლეებისთვის, რადგან მომხსნებად აჭარაში ხშირია ნალექიანი ამინდები, ასე რომ ეს მოწყობილობა აჭარის მოსწავლეებს შეუქმნის კომფორტულ გარემოს ასწავლებს. მოგესალმებით, მე ვარ ანჯელი და ვისაუბრებ ჩემს მოსწავლეებს. ზოგადად ვიცით, რომ ტექნოლოგია ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვექმნა ეს მოდელი, რადგან არ არის მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ჩვენ წამოვიდგენთ საინტერესო gadget-ები და სასწაულთაობებიც. ვიტყვი, რომ აპრილის განმავლობაში ჩვენთვის მართლა ძალიან დიდი სიამოვნება და გაუცილებლობა იყო ამასთან მუშაობა და მადლობა თანამოსწავლეებს და დავამატებთ მასაც, რომ ყველაფერთან ერთად ჩვენ გავაერთიანეთ ფიზიკა, ინჟინერია და პროგრამირება, რომელიც საკუთმარა ტექნოლოგიური უნარების განმავლობაში. ბატარეას. ეს არის ბატარეა და დაგველი და ძრავ, რომელიც ამოძრავებს კონსტრუქციას. ჯერ პროცედურას მოგვიდგა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავაკეთე. საბამისა და დაგველი ბატარეას გაკეთე. ხოჭე.
ასე დავამატებ, რომ ამ კონსტრუქციების საწყობაში ჩართული იყო ყველა. ზოგიერთი დეტალი არის სამი პრინციპზე გაკეთებული, ზოგიერთი არის ესეც არის დამეცილი. ესენი კალვითაც გავაკეთეთ რაღაცები სამი დეტალი. სამი პრინციპზე დამეცილები თავაზეც კიდევ დეტალები, რომლებიც გამოსულია და შეგია. ასევე ამ ქალაქში იდეების სხვადასხვა ჰქონდა, მე ეს გამაგრებული თორმეტ და რამდენი ადამიანმა იმუშავა? პრაქტიკულად 20 სფეროთი ათეთმაგიდასთან რომ გადმოვიდოს უნდა იმოძრაოს და რეგიონის საჭიროებებს ეხალეს სასწავლო ფესტივალის ხორცის შეიძლება და ძალიან დიდი მეორე მაგიდასთან გადავინაცვლეთ, მაგრამ დამავიწყდა კამერის მოტრიალება, ამიტომ მოკლედ გეტყვით, აქეთ მაგიდასთან მე-7 კლასელებმა წარადგინეს სფერო. ასევე მე-5 კლასელებმა წარადგინეს ისეთი პროექტები, რომლებთანაც შეხება ჰქონდათ მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. იმდენად დაინტერესებულები იყვნენ ეს ბავშვები და ისე უნდოდათ პრეზენტაციის გაკეთება, რომ მშვენივრად გამოვიდათ. ერთ-ერთმა ბიჭმა თორნიკემ წარადგინა მანქანის პროექტი, გოგონებმა კი წარადგინეს ვექსის ბლოკური დაპროგრამების მექანიზმი. ძალიან საინტერესო გამოვიდა. აქეთ გამახსენდა, რომ უნდა გადამეღო სწორი რაკურსით, ცოტა შემოვატრიალე კამერა და შემოგთავაზებთ მე-9 კლასელის პრეზენტაციას, რომელსაც გონია, რომ ცუდად წარადგინა, არა და მე ძალიან მომეწონა. ასეთივე გვაქვს ტემპერატურის გამზომელი მოგონი რომლის გამოსახება მოიგოზე შეიძლება ცელსიუსებით და ფარენჰაიტით. ჩვენ ასევე გვაქვს სიგნალის მოდულის რომელიც გამოსცემს მას და საბოლოოდ გვაქვს ფილარი რომელიც ასეთმა მომდობს რომელზე გავაჭერეთ და ენერგიას გასცემს შორი კადრიდან არ ჩანს, მაგრამ აუდიტორიას წარდგენის დროს აჩვენებდა თითოეულ პროცესს და მცირე პაუზებსაც სწორედ ამიტომ აკეთებდა. აქ ცოტა სავაჩქარებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაჩვენოთ, როგორ ახსნა მე-5 კლასელმა გოგომ ვექსის ბლოკური დაპროგრამების დაფა და რობოტის მუშაობის პრინციპი. ეს მოსწავლეები, აქ არის ასეთი ბლოკური დაპროგრამება, საიდანაც შეგვიძლია რომ შევცვალოთ აი ამ რობოტს თავისი მიმართულებები და სხვა ფუნქციები. აი ახლა ჩავწერთ. ეს დაპროგრამებული ჩარტვა კარისისგან მომიდება. აქ არის სახის ამომცნობი ფიგურები, აქ არის მარცხნივ გაჩერება, 2 წუთით დალოდება, მარჯვნივ მოტრიალება, სიგნალე, 1 წასვლა და ხმის გამოცემა. თუ უჩუმად იქნებით, შეგვიძლია რომ გავიგოთ თავისი ხმა. აი, დავიწყოთ პირველი. ჩაერთო, ხმა გამოცა, ატრიალებს. და ეს გვიჩვენებს თუ რა საკეთებს. ყველა ფუნქცია და უკვე წითელის მწვანის ჩამონათვალი გახდა. ამის მერე ისევ შევიცვალეთ ადგილი და გადავინაცვლეთ სადემონსტრაციო მაგიდისკენ. რა თქმა უნდა, კამერის შემოbrunება დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს, მაინც შემოგთავაზებთ რამდენიმე კადრს. მოგესალმებით, მართლაც პროექტის მოსწავლეები, მარია ხოზევაძე და ანა გოგოშვილი. აქ ისეთი გოგოები დგანან, რომ კარგი იყო, რომ გადაგვეღო მათთვის, მაგრამ რადგან გადაღება ვერ მოხერხდა, ეხლა ცოტათი გადავახვევთ. მე-11 კლასელის პროექტით გავაგრძელებთ. როგორც მოსწავლეები მოხდა, კონსტრუქცია ასრულებდა და მეცხრე დაიწყო და ჩვენ დავამთავრეთ დაპროგრამება ასეთქვათ. უბრალოდ არ მუშაობდა სენსორი, რომელიც აღიქვამდა joysticks და ეკრანს.
აქ ეს მანქანა მოძრაობს და ძალიან წყდება გული, რომ კამერის კადრები არ მაქვს, მაგრამ მე თუ მოვახერხებ და ვინმეს გამოვართმევ კადრებს სხვა რაკურსიდან, აუცილებლად გაგიზიარებთ. ის კონკრეტული სხვა მოწყობილობების ჰქონდა ხოლმე ასყობილი, მე შლიდით და ეხლა ის დაგახვედრეთ ძირითადი. და დაიწყეს მე ნოემბრის ხდება. იძრებაში საქმეობა სხვადასხვანაირად აქვს. ალბათ ამის უნდა დაშავოთ. აი ზოგიერთი მოსწავლე ახალი გადმოსულები ადარჩენში, მაგრამ სამაგიეროს იდეა თუცერ მოიფიქრა. ესეც ძალიან ადვილი უყვალო და აი ბოლო მომენტში ის მეცხრე კლასებში ცოტა გაძილებები იყვნენ, მაგრამ ესე ერთმანეთს ეხმარებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან უბრალოდისგან ძალიან ძალიან კარგი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სადაც რამდენი რაღაცა გაუკეთებია. არც ისეთი დიდი დრო იყო. აქაც გულდა საწყვეტია, რომ ვერ მოვახერხე ნორმალურად გადაღება, მაგრამ იმედია ამ კადრებსაც ვიპოვი. აქ საერთო ფოტოს ვიღებდით, სანამ საკონფერენციო დარბაზში გადავინაცვლებდით. კონფერენციო დარბაზში ძალიან სასიამოვნოდ გაგრძელდა შეხვედრა, განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან ორგანიზების ნაწილიც არ მეხებოდა და ასევე ძალიან სიამოვნებდა წარმოდგენილი ქალაქისა და სკოლის პროექტების დათვალიერება. მოსწავლეებიც საკმაოდ მომზადებულები იყვნენ. ის დროს ჩაგვერთო ასევე ჯეფ ნოვაკი, რომელიც შეერთებულ შტატებს წარმოადგენს და კურირებს ამ პროექტის განხორციელებას საქართველოში. საინტერესო პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეები დააჯილდოვეს. გამოვლინდა როგორც გურიაში საუკეთესო გუნდი, ასევე აჭარის საუკეთესო გუნდები და სამი პროექტი ნოემბერში ან დეკემბერში ჩვენ სკოლასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ კონკურსში, რომელიც ასევე ფერიის საჯარო სკოლაში გაიმართება და ეს ძალიან გვახარებს. დაჯილდოების შემდეგ იყო მცირე ფურშეტი და დავემშვიდობეთ კონკურსის მონაწილეებს. ჩვენ კი გადავინაცვლეთ ისევ STEM კლუბის ლაბორატორიაში, რათა გადაგვეხო მცირე ვიდეოები მოსწავლეთა მონაწილეობით. გთავაზობთ აჩქარებულ კადრებს დაჯილდოების ცერემონიიდან. სამივე გუნდის პროექტი ძალიან მომეწონა, რომელიც დააჯილდოვეს და ალბათ ნოემბერში საკმაოდ მაღალი კონკურენცია გველის. სტუმრებთან დამშვიდობების შემდეგ ორგანიზატორებმა კვლავ ჩვენი მოსწავლეები ჩაწერეს STEM კლუბში. ამ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, მოგვიანებით შემოგთავაზებთ სკოლის გვერდზე, ან ისევ YouTube არხზე. მადლობა, რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, თუ კი გინდათ STEM სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.